საჰაერო თავდაცვა ისრაელის იმის შერყევა ბევრი თვლიდა რომ საერთოდ ვერ მოხდება. უბრალოდ თვლიდნენ ძირითადად ზედაპირული დამკვირვებლები, მაგრამ ყველას ესმის რომ სინამდვილეში არ არსებობს საჰაერო თავდაცვა, რომლის გარღვევაც არ შეიძლება. ნებისმიერი საჰაერო თავდაცვის გარღვევა შესაძლებელი, მან თავარი არის რაოდენობა რაკეტების, რომელთაც უტევ ნებისმიერი თავდაცვა ირღვევა როგორ თუ რაკეტების რაოდენობა აჭარბებს თავდაცვითი სისტემის მუხტში არსებული რაკეტების რაოდენობას, ჭიდში ეს მარაგში არსებული რაკეტების რაოდენობას, როცა გაიხარჯება ეს თავდაცვის სისტემის ეხლა გამზადებული, სასრულად გამზადებული ეს პაკეტი, იმას და ახალი რაკეტების განთავსება ხო ჭირდება დრო, ერთბაშად რა სხვა რაღაც პისტოლეტი უცებ ჩატენა, ხო, ამას ჭირდება დრო. ამ პერიოდში კიდე და კიდე თუ მოფრინავს შემოტევი რაკეტები, ისინი უბრალოდ აღწევენ წინააღმდეგობის გარეშე, ან არასათანადო წინააღმდეგობის. ამის შემდეგ ირანმაც ეფექტურად გაარღვია ისრაელის ცა, განსაკუთრებით პირველი ღამე მეტნაკლებად ეფექტური იყო, კი მოხდა გარღვევა, მაგრამ ისეთი ძირითადი ნაწილი აშკარად გადაიჭირეს ისრაელმა. მეორე ღამე და მესამე ღამე იყო უფრო მძიმე, უფრო აშკარა გარღვევები იყო. რაღაც ვიდეოებს ვაჩვენ მაინც რომ წარმოდგენა ქონდეს ეს რა თქმა უნდა ძალიან არასრული ის არის კადრებია, ბევრად მეტი იყო, მაგრამ რაღაც კრებული. ايوه اوبا نزل عجسر صبري نزل سخنين ياسين ما زال אלוהים ישמור علينا تعال ფაქტია, რომ ირანმა ეფექტურად გაარღვია ისრაელის საჰაერო თავდაცვა, მათ შორის აქ დაიბომბა არა მხოლოდ ესეთი უმისამართო სამოქალაქო სივრცე, არამედ მათ შორის იბომბებოდა ავიაბაზებზე იყო ინფორმაცია, რომ სამხედრო ბაზებზეც იყო ინფორმაცია, როგორც ირანი ავრცელებდა სამხედრო ბაზებზეც ხდებოდა დარტყმა. შეუძლებელია ამის ზუსტად კადრებით გარკვევა, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მხარე ცდილობს შეზღუდოს მაქსიმალურად კადრების გავრცელება, მაგრამ აი მაგალითად ნავთობაზა, რომელიც მდებარეობდა ერთ-ერთ სამხედრო ბაზის, ავიაბაზის მახლობლად, მას მოხვდა ასევე რაკეტა და იქ განადგურების კადრები იდო. ანუ ყველაზე ეფექტურად, რაზეც ირანის დარტყმა განხორციელდა, იყო ისრაელის ქალაქი ხაიფა, იმიტომ რომ როგორც ჩანს ირანელებმა გადაწყვიტეს, რომ მთლიანად ისრაელის ტერიტორიაზე, სადაც გადანაწილებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ყველგან ეფექტურად შეტევას ვერ მიიტანდნენ, კონცენტრაცია ერთ კონკრეტულ სამიზნეზე მოახდინეს და მან გახვრიტეს. ოღონდ ეხლა ჩვენ რომ ამას ვხსნით, არ უნდა წარმოიდგინოს ჩვენმა მაყურებელმა თითქოს ვამბობთ, რომ აქ უპირატესობა მოიპოვა ირანმა, არა ცალსახად ეგრე არ არის. არა, ისრაელს დიდი უპირატესობა აქვს, უბრალოდ ამათ მოახერხეს ცის გახვრეტა, რომელიც, უნდა აღინიშნოს, რომ ეგ მოახერხეს. კი, ანუ უპირატესობა ისრაელს. უპირატესობა ცალსახად აქვს ისრაელს, ის აგრძელებდა ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმას, აგრძელებდა ესეთ მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე დარტყმას, იბომბებოდა თეირანი, მოხდა იქ დივერსიები და ასე შემდეგ. უბრალოდ რასაც ჩვენ აღვნიშნავთ, ის არის, რომ ცალკარში თამაში, რისი მოლოდინიც იყო, რომ აი მაღალ ტექნოლოგიური ისრაელი ისე დაბომბავს ყველაფერს ირანში, რომ პასუხი არ იქნება მეტნაკლებად მყივნეული, ეგ არ მოხდა, იმიტომ რომ ირანმა განსაკუთრებით, აი თუ გახსოვთ წინა გადაცემაში მე ვსაუბრობდი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს რა კლასის რაკეტებს იყენებენ, ხო? თავიდან რასაც ისროდნენ, იყო საკმაოდ დაბალი სიჩქარის მოძველებული ვერსიები, რომელსაც ეს რკინის გუმბათი იჭერდა, მაგრამ რამდენიმე კადრში მაგალითად ჩანდა ეგრეთ წოდებული ჰიპერბგერითი სარაკეტო შეიარაღების გამოყენება, რომელიც, თან ეტყობოდა, რომ იქ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაც მუშაობს,
კონტრ სარაკეტო, ესე ვთქვათ, ცეცხლი მიმდინარეობს, მაგრამ იმ სისწრაფით ეცემოდა ეს რაკეტები, რომ ფაქტიურად ეტყობოდა კიდეც კადრებზე, რომ ისი გადაჭერა შეუძლებელია. შესაბამისად, შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ ეგეთი, რომ როგორც მინიმუმ ცალკარა, აი ხო ყველა ეგრე რაღაც ფეხბურთივით უყურებს ამ ომს, სინამდვილეში ფეხბურთივით ყურება ომის არ შეიძლება და ვის მხარეს ახარ ეგეთი განცხადებებიც არ შეიძლება, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, მაგრამ მაინც ეგეთი სპორტის ანალოგია რო გავაკეთოთ, მარტო ცალკარში თამაში აღარ მიდის, ორივე მხარე მტკივნეულ დარტყმებს აყენებს, მათ შორის იმდენად მტკივნეულს, რომ ღამის სარაკეტო დარტყმების მერე დაუშვათ ებრაული წყაროები რო აშუქებდნენ დაზიანებებს, გარკვეული კვარტალები დაზიანების ხარისხით დაემსგავსა, აი ღაზაში მაგალითად დაბომბვის მერე რა სურათებიც იყო, აი დაშლილი სახლები ბეტონში არეული ყველაფერი, აი მაგასთან მიახლოებული სურათები დაიწყო. მაგასაც ვაჩვენებ, მაგალითად არის მაგის ფოტო, ვიდეო მასალაც გვაქვს ეხლავე, მაგრამ განსხვავება რაშია ისიც ვთქვათ, იმიტომ რომ განსხვავება, თვისობრივი განსხვავება, ეხლა მაგალითად ხედავთ აი ეს. რომ გამოვიტანოთ, ეს არის ზიანი, რომელიც თელავის მიადგა ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად. სამოქალაქო ობიექტები დაზიანდა. დაახლოებით ასეთი კადრები, ვიდეო კადრებიც არ უბრალოდ ახლა ვერ მოვახერხებ გადმოწერას. კაი, ეს შეგვიძლია მოხსნათ, დაზიანებების, სამოქალაქო ობიექტების დაზიანების კადრები არის ორივეგან, მაგრამ მანდ განსხვავება რაშია, ნახეთ. აი ესეთი კადრები, აი ხა რასაც ვრთავ, ეს არის მხოლოდ ისრაელის შესრულებით, აი ირანის მხარეს. აი ნახეთ, აქ ჩანს სარაკეტო გამშვები მოწყობილობები, სისტემები, რომლებსაც ჰაერიდან დაბომბვით თავზე კიდია ირანის თავზე სავარაუდოდ ეს არის დრონი და დრონით ანადგურებენ. კი, ზოგს ადგილზე არსებული უპილოტო კამიკაძე დრონები ხდება, ზოგს ჰაეროდარტყმები, ზოგს სარაკეტო, ანუ კომბინირებულად მუშაობს. რო ვთქვათ, თვისობრივი განსხვავება, ისრაელი მუშაობს კომბინირებულად, ბევრად უფრო მოქნილია, ბევრად უფრო ძლიერი დაზვერვა აქვს, უკეთესად ამუშავებს ინფორმაციას, ბევრად უფრო ყისიერი სწრაფი რეაგირება შეუძლია, ანუ თუ დაუშვათ სარაკეტო გამშვები მოდულები გადაადგილდება რაღაც მიმართულებით, ისრაელი ხედავს და როგორც ვაჩვენეთ, დარტყმებს აყენებს, ხოლო ირანი ამას პასუხობს, აი მთელი რაღაცა ძალების კონცენტრაციით ძალს გაუშვებს თავისი რაკეტების და ნაწილი თუ მიაღწევს, ასე ვთქვათ, დანიშნულების ადგილას, იქ რაღაცა დაზიანებები ხდება. ხო, ანუ მანდ განსხვავება რას უნდა მიხვდეს მაყურებელი, ეხლა შენ სარაკეტო დარტყმებს რაღაც 1000 კილომეტრის დაშორებით სიზუსტეც ნაკლებია 20 წუთი რომ მიფრინავს რაღაცა ხო სისწრაფეც ნაკლებია რეაგირების ამიტომ ზიანი რომლის მოტანა შეგიძლია მოწინააღმდეგის სამხედრო შესაძლებლობებზე არის გაცილებით ნაკლები. შეგიძლია ესროლო მარტო სტაციონარულ, ანუ უძრავ სამიზნეებს, რაღაცა შენობებს და თან ეს სამიზნე უნდა იყოს რაღაცა მოზრდილი დიდი, იმიტომ რომ ხა 10 მეტრის რადიუსში რო შეიძლება ანაკეთანიკით ჩამოვარდეს, ეგეთ რაღაცას ავტოკოლონას ვერ ესვრი. ხო, ეგ უნდა ესროლო რაღაც შენობას. ისიც ნაკლები დაზიანების მიყენება შეგიძლია, იმიტომ რომ რაკეტა არის ძვირი, ნაკლები მუხტის მიტანა შეუძლია ვიდრე მაგალითად ბომბდამშენებით წაიღე დიდ მანძილზე ბევრი ბომბდამშენით ბომბები, რომელიც არის უფრო იაფი. შესაბამისად, პრობლემა რაშია? ესეთი რაკეტების მარაგი ძალიან დიდი, რაკეტების მარაგი არის შეზღუდული. რაღაცა რაოდენობა დაამზადე, მით უმეტეს თუ მოწინააღმდეგე ჰაერში მუშაობს. ფაქტიურად დაუბრკოლებლად, ანუ თუ შენი საჰაერო თავდაცვა მოიშალა და დაცვა ეფექტურად აღარ შეუძლია, ის მარაგებიც, რომლებიც გააქვს, არის საფრთხის ქვეშ. აი ახლა ჩვენ რო ხედავთ გამშვებ სისტემებს რო უნადგურებენ, ან გამოიყვანე შენ სასროლად და შენ თავზე მუშაობს მოწინააღმდეგის ავიაცია და შენი გამოყვანილი რაკეტების ნაწილი მაინც იმ მომენტში გაგინადგურეს, როცა აპირებდი, რომ საფასუხო მუხტი გაგეხორციელებინა, ხო? ანუ ზალპი გაგეხორციელებინა.
ერთ-ერთი მიზეზი რითიც ხსნიან, რომ ირანისგან განსაკუთრებით პირველ ღამეს ვერ იყო ისეთი ეფექტური საპასუხო ცეცხლი და ეხა ეს ცეცხლიც, რომელიც ახლა მიმდინარეობს, გაარღვია ისრაელის თავდაცვა, კი აყენებს ზიანს, მაგრამ შორია ის დაიბომბა ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტი, დაიბომბა გარკვეული სამხედრო ინფრასტრუქტურა, წინაღამით ირანი ურტყავდა ყველაზე ცნობილი ებრაული სამხედრო კონცერნი არის ეგეთი რაფალი, რომელიც ძირითადად აწარმოებს ებრაული ასეთი სამხედრო შეიარაღების სისტემების ყველა ტექნოლოგიური წარმოებელია, მაგის ინფრასტრუქტურაც იბომბებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ძალიან ლიმიტირებული. ლიმიტირებული, იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ჩანს, არის ის, რომ ისრაელის ავიაცია მეტნაკლებად თავისუფლად მუშაობს ირანის ცაზე და შე რო გამოყავს საპასუხო სისტემები სამოქმედებლად, მას ისიც დარტყმის ქვეშ დგება, თან ამბობენ, კი არა, ეგრეა რომ ნაწილი გაუნადგურეს არსებული მარაგების და ნუ ვარაუდობენ და მაგის შიში აქვთ რომ ირანის მხარეს აქვს შიში რომ ან ირანის მხარეს ყოფ საექსპერტო წრეებს აქვს შიში რომ დიდი მარაგები შეიძლება აღარ იყოს ანუ კაცმარიც რა რაოდენობის რაკეტები არის ეგ კაცმარიცის რამხელა ზიანი მიადგა ირანს, თუმცა, სანამ ეს ოპერაცია დაიწყებოდა ისრაელის მხრიდან, სხვადასხვა ვერსიით ირანს გააჩნდა რამოდენიმე 1000 ცალი ბალისტიკური რაკეტა. ეს ბალისტიკური რაკეტები იყო გადანაწილებული მთელ ირანზე ღრმა ბუნკერებში და სხვათა შორის ეგრეთ წოდებული რაკეტების ქალაქებს ეძახიან, მიწისქვეშ უზარმაზარი ინფრასტრუქტურა არის. სხვათა შორის ერთ-ერთი ვერსიით რა ინფორმაციაც ვრცელდება, ერთ-ერთი ესეთი ვერსია არსებობს, რომ ისრაელი იმ არსებული შეიარაღებით, რაც მას გააჩნია, ვერ წდება სათანადოდ იმ ღრმა ბუნკერებს. და მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს შესაბამისი შეიარაღება, შესაბამისი ღრმა ბომბები, რომელიც ბუნკერ საწინააღმდეგო. ინგლისურად მაგას ქვია bunker buster-ი, ანუ ძალიან მძიმე ათეულობით მეტრში რო აღწევს, თან რკინის და ბეტონის კონსტრუქციას რო არღვევს. და რაც ცელდება ეხა ეგ რამდენად ზუსტი არ ვიცი, მაგრამ ამერიკელები აჟღერებენ რაღაც 30 მეტრი ბეტონის გარღვევა შეუძლია და იქ ხდება დეტონაცია რა. ხო, სხვადასხვა ვერსია, რაც ვრცელდება, არის მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ ირანის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ძირითადი ეს მარაგები არის სწორედ ამ ღრმა ბუნკერებში და ისრაელი ითხოვს ამერიკისგან სანქციას და ამერიკის დახმარებას. კი, ნეთანიაჰუ აქტიურად მოუწოდებს ტრამპს ჩაერთოს. მათ შორის მიდის საუბარი, რომ შეიძლება ირანის პოლიტიკური და სასულიერო ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის საკითხიც დადგეს. უბრალოდ ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელები წინააღმდეგი არიან ამის, ანუ ამერიკელებს სურთ, რომ რაღაცა შუალედური შეთანხმება დაიდოს ისრაელსა და ირანს შორის, სადაც ცხადია ირანი დათმობს თავის ბირთვულ პროგრამას. ამერიკულ პრესაში მაგალითად ეგეთი ინფორმაციები ჟღერდებოდა და ეგ რა თქმა უნდა საინფორმაციო ომის ნაწილი, ანუ გარკვეული მესიჯია ირანისთვის, რომ ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ხომეინის ლიკვიდაციის ამოცანაც ჰქონდათ ებრაელებს, როცა პირველი დარტყმა განახორციელეს და ტრამპმა მაგას ვეტო დაადო, ანუ დაბლოკაო ეგეთი ინფორმაციები ჟღერდება, ეგ რისთვის არის, რომ ეგ არის მინიშნება ირანისთვის, რომ დროზე დაურეკეთ ტრამპს, რომ მაგან შეგარიგოთ ისრაელთან, ოღონდ მის პირობებზე თქვენი სიცოცხლე მის ხელში არის, ეგეთი მესიჯი კეთდება. კი ბატონო, ანუ ეს წინასწარ შეთანხმებული თამაშია, ტაქტიკა ისრაელსა და ამერიკას შორის თუ მართლა ეგრეა, ამაზე შეიძლება უამრავი ბჭობა, უამრავი საუბარი, თუმცა ფაქტია, რომ საჯარო სივრცეში ეგ ინფორმაცია მოდის და მათ შორის თუ მოусმენთ ახლა დონალდ ტრამპს, ამერიკის პრეზიდენტს, ისიც რანაირ განცხადებას აკეთებს, რომ ამერიკა არაფერ შუაში არ არის ამასთან.
თუმცა ცხადია ამერიკა ცალსახად ისრაელისკენ იხრება. კი, ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას არის ოფიციალური პოზიცია. სხვათა შორის, აი ბუნკერებზე შენ რო საუბრობდი, მან შემიძლია რა დავამატო. ირანის მიმართ ეს დარტყმები, რასაც ახორციელებს ისრაელი, მისი მთავარი პოლიტიკური ამოცანა სინამდვილეში არის ირანული ბირთვული პროგრამის განადგურება. ეგ არის ამოცანა ნომერი 1. ყველა დანარჩენი ამოცანა არის მეორადი. და სარაკეტო მარაგების ასევე. კი, მაგრამ რა სარაკეტო მარაგები ისეთი რაღაცა არის, რომ უფრო მარტივად აღდგენადია და რაღაცა ექსკლუზიური, რაღაცა ძალიან მაღალ ტექნოლოგიური ცენტრი, სადაც ასობით ცენტრიფუგა მუშაობს იმისთვის, რომ აი რაღაცა მიკროდოზებში გამდიდრებული ურანი იქიდან გამოიღონ, ეგ არის რაღაცა, რაც სწრაფ აღდგენას არ ექვემდებარება და ეგ ყველაფერი არის განთავსებული ზუსტად იმ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაში, რაზეც გიორგი საუბრობდა და მსოფლიო ორგანიზაცია არის ბირთვული ენერგიისა და ბირთვული შეიარაღების კონტროლის. რომელსაც ახლა ირანის მიმართ კეთილგანწყობაში ვერ დავადანაშაულებთ პირიქით. და მის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ამბობს, რომ აი ბირთვული ესა და ეს ობიექტი დაზიანდა და ასე შემდეგ. ყველა შემთხვევაში განცხადება არის ეგეთი, რომ მიწის ზედა ინფრასტრუქტურა არის დაზიანებული, დაუშვათ სხვადასხვა მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანებულია, მაგრამ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა უმეტესწილად ისრაელის დარტყმების შემდეგ გადარჩა. ამას აცხადებს ეს ბირთვული სააგენტო და ეს კიდე ადასტურებს გიორგი რასაც ამბობს მაგას და მოდი მაგ კუთხით კიდე რაღაც დავამატებ, რომ რა შეიარაღება აქვს დაუშვათ ამერიკელებს, რაც ეხლა არ აქვს ისრაელს. პირველ რიგში ეს არის მიტანის საშუალებები, ეს არის სტელს ბომბდამშენი B2 სპირიტი, რომელსაც აქვს, სტელს ტექნოლოგია. მხოლოდ მაგ კატეგორიის თვითმფრინავებს შეუძლია მაგის გადაგება. კი, აი ეს bunker buster ბომბი, რომელიც ეგ როგორ მზადება, მოდი ორი სიტყვით ვიტყვი, შეიძლება დააინტერესოს ჩვენ მაყურებელს. პირველად ეგ გამოიყენეს ერაყში, როდესაც კამპანიას აწარმოებდნენ და ჩამოწერილი აი ეს ლინკორები რო იყო, რომელსაც ესეთი ლულის артиლერია აქვს, ხო, რომელსაც იდება დიდი ჭურვი და კილომეტრებზე ის ეგ ხო ჩამოიწერა და უშუალოდ აღარ ჭირდებოდათ, იმიტომ რომ სარაკეტო შეიარაღება თანამედროვე გემებზე. მაგის ლულებს ჩარხავდნენ, აი უზარმაზარი რკინის ესეთი ისენი არის, რა ცილინდრები, მაგის შიგნით დებენ ასაფეთქებელს და ამ ესე ვთქვათ ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბის მთავარი იარაღი არის მისი მასა. ანუ უზარმაზარი წონის ცალკეული ბომბი არის, რომელიც მაღალი სიმაღლიდან რო ვარდება, საკუთარი კინეტიკური ენერგია და დიდი წონა და ეს ლეგირებული მაღალი ხარისხის ფოლადი იძლევა საშუალებას, რომ ათეულობით მეტრზე მიწის ქვეშ ჩააღწიოს და ისეთი ასაფეთქებელი აქვს, რომ გადადებული დეტონაციის ფუნქცია აქვს, ანუ რაღაცას რო ეცემა, რაღაც პერიოდის მერე ფეთქდება და ამ დროში ის ახერხებს, რომ მიწის ქვეშ ათეულობით მეტრზე ჩავიდეს. ასეთი მძიმე და არც თუ ისე ფართოდ გავრცელებული ბომბის მისატანად, ეგ არ არის მასიური ბომბები, ხო, ეგ არის მართლა ესეთი ექსკლუზიური მოწყობილობა. მაგისთვის საჭიროა მძიმე ბომბდამშენი. მაგას ახლა დავუშვათ F-22-ზე ან F-35-ზე ვერ დაკიდებ, ხო? მაგის მისატანად საჭირო არის B2 სტელს ბომბდამშენი, რომელიც შევა მოწინააღმდეგის საწინააღმდეგო თავდაცვის ზონაში და მოახდენს ზუსტ ბომბის ჩამოგდებას, ეს რა თქმა უნდა არის smart ანუ ჭკვიანი ბომბი. ხო და ისრაელი როცა ამერიკისგან ითხოვს ამ ომში აქტიურ ჩარბმას, სინამდვილეში ითხოვს ამის გამო. სხვა პრინციპში ტექნოლოგიები ყველაფერი აქვს. შეიძლება იქ დავამატოთ, რომ ხა ამერიკული
გემები თუ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ფუნქციასაც შეასრულებენ, ეგეც რა თქმა უნდა წაადგება ისრაელს, მაგრამ აი მთავარი კოზირი, რაც ამერიკისგან ისრაელს ჭირდება, არის კონკრეტულად ეს შეიარაღება. ეს შეიარაღება, მაგრამ ამასთან ერთად ისრაელს ჭირდება მარაგები. ყველაზე მთავარად შეიძლება ითქვას, ეს არის ძალიან ხარჯიანი ომი, ორივე მხარე უკვე გაუშვა ასობით რაკეტა, შეიძლება 1000 გაცდა თითო მხრიდან. რაკეტების რაოდენობა და ასეთი ომისთვის ასეთი ომის ხანგრძლივად წარმოებისთვის, ასეთი ინტენსივობის და მომბისთვის ორივე მხარეს ჭირდება ძალიან დიდი მარაგები. შეიძლება მაგალითად ირანის შემთხვევაში რა პრობლემა უდგას ირანს, რატოა მისი მდგომარეობა ძალიან რთული. მისი მარაგები ერთი რო იბომბება და მეორე რო მისი მარაგები შეზღუდულია იმით, რაც აქვს თვითონ. ისრაელის მარაგები შეზღუდული არ არის. ისრაელს რაც აქვს, იმას დაემატება ის, რაც აქვს ამერიკას და თუ საჭირო გახდა მიაწვდიან იმდეს, რამდენიც დაჭირდება. უკრაინას საერთმევენ და ეგ გააკეთეს სხვათა შორის. შენ ნუ ასპოილერებ განაცემას. ეგ გააკეთეს. მადი ბარემ რახან გააჟღერა, ეგეც ამერიკის ვაჩვენთ ის არის, რა ქვია, ნიუსია, ეგ ამერიკის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ კი კითხვაზე კონკრეტულად ჯერ Washington Post-მა გადადო თუ ანუ ჯერ მე მგონი სტატია იყო მაგაზე. სტატია იყო თუ ანუ ამერიკის თავდაცვის მინისტრს დივანს დაუსვეს კითხვა კონგრესში და ამან უპასუხა კითხვა დაუსვეს მართლა წამოიღეთ თუ არა უკრაინიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, რომლებითაც უკრაინას თავი უნდა დაეცვა დრონებისგან, აი ირანული დრონების ტიპის დრონები, რომლებიც რუსეთს აქვს ახლა თვითონაც აწარმოებს, აი მაგისგან უნდა დაეცვა თავი. შაჰედი იგივე გერანის ტიპის. ხო და კი, ამან დაადასტურა, კი მართლა წავიღეთ, გადავიტანეთ ის რა ახლო აღმოსავლეთში თქვა ისრაელში. არა მარტო ისრაელში, მან თქვა რომ ახლო აღმოსავლეთში მათ შორის ჩვენი ბაზების დასაცავად იქ უფრო გჭირდებაო და ეხლა სანამ ეს დაძაბულობა იქნება ნუ ეს ტრაგიკული მდგომარეობა სინამდვილეში რომ სანამ დაძაბულობა იქნება წაართმევენ უკრაინას და მისცემენ ისრაელს ან დაიცავენ თავის ბაზებს ხო და რა ჭირდება ყველაზე მეტად ისრაელს ასეთი ბომბები ცხადია მაგრამ პირველ რიგში რაც ჭირდება ზოგადად ასეთი ბომბების სახით იქნება თუ ნებისმიერი სხვა ტიპის სარაკეტო თუ ავიაბომბების სახით რომ უფრო მცირე ზომის ისრაელს ჭირდება რესურსი, მარაგები და მათ შორის ფინანსური დახმარება. მაგას ამერიკა მიაწვდის, როგორც აი ტრამპიც ამ ომის პროცესში აცხადებს, რომ მათ შორის თუ საჭირო გახდა შეიძლება თვითონაც ჩაერთოს, მაგრამ ამის გარდა ისრაელს მარაგები არ ამოეწურება.